წითელი ზღვის გადაკვეთა, რას მალავს წყლები 800 მეტრის სიღრმე. წყალქვეშა კედლები, რომლებიც ვერტიკალურად ეშვება როგორც ამოტრიალებული კლდეები. დინებები, რომლებიც მიათრევენ აღჭურვილობას და გამოცდილ მკვინთავებსაც კი აბნევენ. აკაბის ყურე არ არის გადასასვლელი ადგილი. ეს არის გემების დაღუპვის ადგილი. და მაინც ორ ნაპირს შორის, რომლებიც დაცილებულია გადაულახავი წყლებით, არსებობს გეოლოგიური ფორმაცია, რომელიც ეწინააღმდეგება ლოგიკას, წყალქვეშა ბუნებრივი პანდუსი, თანდათანობითი დახრილობით, რომელიც აკავშირებს ორ კონტინენტს. თითქოს ვიღაცამ გზა ზუსტად იქ დახაზა. სანამ ვიდეოს გავაგრძელებდეთ, გსურთ გააძლიეროთ თქვენი ლოცვითი ცხოვრება და ამავდროულად დაეხმაროთ ჩვენს არხს ზრდაში. მოვამზადე მასალა 50-ზე მეტი სპეციალური ლოცვით თქვენს წარსაძღოლად. დააწკაპუნეთ აღწერაში მოცემულ ბმულზე და დაეხმარეთ ჩვენს პროექტს ქრისტეს სიტყვის გავრცელებაში. ეს ფორმაცია ყურის არცერთ სხვა წერტილში არ გვხვდება. ჩრდილოეთით უფსკრულებია. სამხრეთით ვერტიკალური ვარდნები, რომლებიც 1500 მეტრს აჭარბებს სულ რაღაც რამდენიმე კილომეტრში. მაგრამ იმ კონკრეტულ წერტილში სინაის ნახევარკუნძულსა და საუდის არაბეთის სანაპიროს შორის ზღვის ფსკერი სხვანაირად იქცევა. დახრილობა რბილად ეშვება დაახლოებით 80 მეტრამდე, ინარჩუნებს ერთგვარ წყალქვეშა პლატოს დაახლოებით 8 კილომეტრის მანძილზე და შემდეგ თანდათან იწევს მეორე მხარეს. მკვინთავები, რომლებმაც გამოიკვლიეს ეს რეგიონი, აღწერენ შეგრძნებას, თითქოს წყალქვეშა გზის წინაშე დგანან. გზის, რომელიც არ უნდა არსებობდეს. ისტორია იწყება თანამედროვე ექსპედიციებზე ბევრად ადრე. ის იწყება 3400 მეტი წლის წინ, ძველი ეგვიპტის ვაკეებზე, როდესაც მთელმა ხალხმა გადაწყვიტა მიეტოვებინა ყველაფერი, რაც იცოდა, რათა გაჰყოლოდა 80 წლის ლიდერს იმ მიწისკენ, რომელიც უმეტესობას არასოდეს ენახა. გამოსვლის წიგნი აღრიცხავს, რომ იმ ღამეს ეგვიპტიდან 600,000 მამაკაცი გამოვიდა, ქალებისა და ბავშვების გარდა. მკვლევრები, რომლებიც ამ ციფრებს აანალიზებენ, ვარაუდობენ, რომ მთლიანი ჯგუფი შესაძლოა 2 მილიონ ადამიანს აჭარბებდა. დაფიქრდით 2 მილიონი ადამიანის უდაბნოში გადაადგილების ლოჯისტიკაზე, მოკირწყლული გზების, დეტალური რუკებისა და საკომუნიკაციო სისტემების გარეშე. მხოლოდ რწმენა და ღრუბლისვეტი დღისით, ცეცხლისვეტი ღამით. ბიბლიური ტექსტი აღწერს, რომ ღმერთმა განზრახ არ წაიყვანა ხალხი უმოკლესი გზით, სანაპირო მარშრუტით, რომელიც პირდაპირ ქანაანისკენ მიდიოდა. ეს გზა კონტროლდებოდა ეგვიპტური და ფილისტიმური გარნიზონების მიერ. სამხედრო დაპირისპირება გარდაუვალი იქნებოდა. ამის ნაცვლად ხალხი წაიყვანეს გზით, რომელიც სტრატეგიულად აბსურდული ჩანდა, უდაბნოსკენ, ზღვისკენ, გეოგრაფიული ჩიხისკენ. და სწორედ იქ დაინახა ფარაონმა თავისი შესაძლებლობა. ჩანაწერები მიუთითებენ, რომ დევნისთვის მობილიზებული ეგვიპტური არმია მოიცავდა 600 რჩეულ საბრძოლო ეტლს, ისევე როგორც ეგვიპტის ყველა სხვა ეთლს, თითოეულს გამოცდილი ოფიცრებითა და მეომრებით. ეგვიპტური საბრძოლო ეტლები იმ დროის ყველაზე მოწინავე სამხედრო ტექნოლოგია იყო. 2 ცხენით შებმულ, მეტლითა და მშვილდოსნით დაკომპლექტებულ ამ მანქანებს ხელსაყრელ რელიეფზე საათში 40 კილომეტრის სიჩქარის განვითარება შეეძლოთ. ფეხით მოსიარულელ ტოლულთა ჯგუფისთვის, რომლებსაც ბავშვები, მოხუცები და ნახირი მიჰყავდათ, ეგვიპტური კავალერია გარდაუვალ სიკვდილს ნიშნავდა. ისრაელის ხალხი ზღვის წინ დაბანაკდა. მთები ერთ მხარეს. უდაბნო მეორე მხარეს. წყალი წინ. არმია უკნიდან უახლოვდება. ლოგიკური გამოსავალი არ არსებობდა. და სწორედ აბსოლუტური სასოწარკვეთის ამ მომენტში გაიწოდა მოსემ ხელი წყლებზე. გამოსვლის მე-14 თავის თხრობა აღწერს, რომ ძლიერი აღმოსავლეთის ქარი ქროდა მთელი ღამის განმავლობაში, გაყო წყლები და ზღვის ფსკერი მშრალ მიწად აქცია. წყლებმა კედელი შექმნეს მარჯვნივ და მარცხნივ. ისრაელიანებმა გადაკვეთეს სხვა განთიადის საათებში, სავარაუდოდ შუაღამესა და აის შორის. როდესაც ეგვიპტური არმია შეეცადა იმავე გზით გაჰყოლოდა, მათი ეტლების თვლებმა ჩაფლობა დაიწყო. პანიკა გავრცელდა. და მაშინ მოსეს ბრძანებით წყლები დაბრუნდა. არც ერთი გადარჩენილი ეგვიპტელი. ტექსტი კონკრეტულია, არც ერთი ჯარისკაცი არ დარჩენილა. საუკუნეების განმავლობაში ეს ნარატივი განიხილებოდა ექსკლუზიურად როგორც რწმენის საკითხი. სეკულარული ისტორიკოსები მას აკლასიფიცირებდნენ როგორც ფუძემდებლურ მითს, სიმბოლურ ისტორიას, რომელიც შექმნილია ისრაელის ეროვნული იდენტობის გასაძლიერებლად. ტრადიციული არქეოლოგები ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევდნენ ასეთი ძველი და არაჩვეულებრივი მოვლენის რაიმე ფიზიკური მტკიცებულების პოვნას. მაგრამ შემდეგ მოვიდნენ მღვინთავები.
რონ ვაიატი იყო ანესთეზიოლოგი ტენესიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, არქეოლოგიაში ან ანტიკურ ისტორიაში აკადემიური განათლების გარეშე. მას ჰქონდა ურყევი რწმენა, რომ ბიბლიური თხრობები აღწერდა რეალურ მოვლენებს, რომლებმაც ფიზიკური კვალი დატოვეს. 1978 წელს ვაიატმა განახორციელა თავისი პირველი ექსპედიცია აკაბის ყურეში, კონკრეტულად ტირანის სრუტედ ცნობილ რეგიონსა და ნუვეიბას პლაჟის მახლობლად მდებარე წყლებზე, ეგვიპტის მხარეს. იმან, რაც მან განაცხადა, რომ იპოვა, ხელახლა აანთო დებატები, რომლებიც დღემდე გრძელდება. მარჯნით დაფარული სტრუქტურები ფორმებით, რომლებიც ეტლის თვლებს მოგვაგონებს. ზღვის ფსკერზე ჩაჭედილი ლითონის ღერძები. ფორმაციები, რომლებიც ჰგავდა დიდი ზომის თვლებს შესაძლოა ცხენებისას. ერთ-ერთი კონკრეტული ჩაყვინთვისას ვაიატმა განაცხადა, რომ აღმოაჩინა 4-ქიმიანი ოქროს თვალი, რომელიც შეესაბამება მე-18 დინასტიის პერიოდის ეგვიპტური საცერემონიო ეტლების გამოსახულებებს. ფოტოებმა და ვიდეო მასალამ, რომელიც ვაიატმა მოამზადა, მძაფრი რეაქციები გამოიწვია. მხარდამჭერებმა მათში ბიბლიური თხრობის საბოლოო დადასტურება დაინახეს. კრიტიკოსებმა მიუთითეს სერიოზულ მეთოდოლოგიურ პრობლემებზე, სუსტი კოორდინატების ნაკლებობაზე, დამოუკიდებელი ლაბორატორიული ანალიზების არარსებობაზე, აკადემიური გუნდების მიერ გადამოწმების შეუძლებლობაზე. ზოგიერთმა ექსპერტმა ივარაუდა, რომ სავარაუდო თვლები შესაძლოა ყოფილიყო მარჯნის ბუნებრივი ფორმაციები, რომლებიც ხშირად იზრდება წრიული ნიმუშებით ობიექტების გარშემო, ან თუნდაც სპონტანურად. თუმცა ვაიატის გარშემო არსებულმა დაპირისპირებამ ექსპედიციები არ შეაჩერა. სხვა მკვლევრები გაჰყვნენ მის კვალს, ზოგი უფრო დახვეწილი აღჭურვილობითა და მკაცრი მეთოდოლოგიით. 2003 წელს, შვედი მკვლევრების მიერ ხელმძღვანელობილმა ჯგუფმა გამოიყენა გვერდითი ხედვის სონარები რეგიონში ზღვის ფსკერის რუკის შესადგენად. შედეგებმა აჩვენა ანომალიები ზღვის ფსკერზე, რომლებიც არ შეესაბამებოდა ტიპურ გეოლოგიურ ფორმაციებს, თუმცა გუნდი ფრთხილი იყო დასკვნებში. ტექნიკურმა მყვინთავებმა, რომლებიც უფრო დიდ სიღრმეებზე ჩავიდნენ, იმ საწყისი 60 მეტრის მიღმა, რომელიც ვაიატმა გამოიკვლია, განაცხადეს დამატებითი სტრუქტურების პოვნის შესახებ, რომლებიც მიმოფანტული იყო წყალქვეშა პანდუსის გასწვრივ. ამ ობიექტების გაფანტვა ზოგიერთი ცნობით შეესაბამებოდა მდევარი არმიის ნიმუშს, რომელიც მოულოდნელად ჩაიძირა, უფრო დიდი კონცენტრაცია პანდუსის დასაწყისში, სადაც ჯარები უფრო მჭიდროდ იქნებოდნენ დაჯგუფებულნი და თანდათანობითი გაფანტვა, რადგან დინებებს ნამსხვრევები საუკუნეების განმავლობაში გადაჰქონდათ. როგორ იმოქმედებდა 3400 წლის საზღვაო მოქმედება ძველ სამხედრო აღჭურვილობაზე? ეტლების ხე სრულიად გაქრებოდა რამდენიმე ათწლეულში. ტყავი და ქსოვილები, თვეებში. ცვლები შესაძლოა უფრო დიდხანს გაძლოს პირობების მიხედვით, მაგრამ საბოლოოდ გაიხსნებოდა, ან ნალექებით დაიფარებოდა. ლითონები, როგორიცაა ბრინჯაო და ოქრო, ყველაზე მდგრადი იქნებოდა, მაგრამ ისინიც კი მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდიდნენ. მარჯანს, კერძოდ, აქვს მიდრეკილება გაიზარდოს ნებისმიერ ჩაძირულ ობიექტზე, რაც პოტენციურად ინარჩუნებს ორიგინალურ ფორმებს და ამავდროულად მალავს ნამდვილ ზედაპირს. მარჯნიზაციის ეს პროცესი ხსნის, თუ რატომ არის ზღვის ფსკერზე ანტიკური არტეფაქტების იდენტიფიცირება ასეთი რთული. მარჯნით დაფარული 3000 წლის ბრინჯაოს ობიექტი ბრინჯაოს არ ჰგავს. ის ქვას ჰგავს. ბუნებრივ ფორმაციას ჰგავს. მხოლოდ ქიმიურ ანალიზს ან მარჯნის ფენების ფრთხილ მოცილებას შეუძლია გამოაჩინოს ის, რაც ქვეშ იმალება. და სწორედ ამ ტიპის ანალიზი არასოდეს ყოფილა ფართოდ დაშვებული ამ რეგიონში. არსებობს გეოპოლიტიკური ფაქტორი, რომელიც ართულებს გამოძიებას. ტერიტორია, სადაც სავარაუდო აღმოჩენები გაკეთდა, მდებარეობს სადავო ტერიტორიულ წყლებში, ეგვიპტის, ისრაელის, იორდანიისა და საუდის არაბეთის მგრძნობიარე საზღვრებთან ახლოს. წყალქვეშა არქეოლოგიური ექსპედიციების ნებართვების მოპოვება უკიდურესად რთულია. ადგილობრივი მთავრობები მცირე ინტერესს იჩენენ იმ კვლევების ხელშეწყობისთვის, რომლებმაც შესაძლოა საერთაშორისო დაპირისპირება გამოიწვიოს მათ სანაპიროებთან. შედეგი ის არის, რომ ათწლეულები გავიდა ისე, რომ საბოლოო სამეცნიერო გამოძიება არ ჩატარებულა. ამასობაში სხვა სფეროს მეცნიერებმა საკითხს სხვადასხვა კუთხით მიუდგნენ. 2010 წელს, აშშ-ის ატმოსფერული კვლევის ეროვნული ცენტრის მკვლევრებმა გამოაქვეყნეს კომპიუტერული მოდელირების კვლევა, რომელმაც გაანალიზა წყლების გაყოფის მიღმა არსებული ფიზიკა. შესწავლილი ფენომენი, ცნობილი როგორც wind set-down, ხდება მაშინ, როდესაც ძლიერი და მუდმივი ქარი წყალს ზედაპირული ადგილებიდან გამოდევნის და დროებით აშიშვლებს ფსკერს. კვლევამ დაასკვნა, რომ დაახლოებით 100 კმ/სთ სიჩქარის ქარს, რომელიც უწყვეტად ქრის დაახლოებით 12 საათის განმავლობაში, შეუძლია შექმნას მშრალი გასასვლელი გარკვეულ გეოგრაფიულ კონფიგურაციებში.
ამ მოდელის კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ აკაბის ყურე ზედმეტად ღრმა იმისთვის, რომ უენდსეტაუნმა აღწერილი სახით იმუშაოს. სიღრმეები რეგიონში ასეულობით მეტრს აღწევს და არა იმ 2 ან 3 მეტრს, რომელიც საჭიროა ამ ფენომენისთვის. მოდელის დამცველებმა უპასუხეს ვარაუდით, რომ გადაკვეთა შესაძლოა სხვა ადგილას მომხდარიყო, შესაძლოა მწარე ტბებზე ან სუეცის ყურის უკიდურეს ჩრდილოეთში, სადაც წყლები მნიშვნელოვნად უფრო ზედაპირულია. ზუსტი ადგილმდებარეობის საკითხი დებატების ცენტრში რჩება. ბიბლიურ ტექსტში გამოყენებული ორიგინალური ებრაული ტერმინი არის იამსოფ, რომელიც ხშირად ითარგმნება როგორც წითელი ზღვა, მაგრამ სიტყვასიტყვით ნიშნავს რაღაც ლერწმის ზღვას ან ლერწმების ზღვას. ამან ზოგიერთ მკვლევარს უბიც გაევარაუდათ, რომ გადაკვეთა არ მომხდარა იმ ადგილას, რასაც დღეს წითელ ზღვას ვუწოდებთ, არამედ უფრო ჩრდილოეთით მდებარე ჭაობიან რეგიონში, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში დაშრა ან შეიცვალა. სხვა მკვლევრები უარყოფენ ამ ინტერპრეტაციას. ისინი ამტკიცებენ, რომ ბიბლიური აღწერა წყლებისა, რომლებიც მაღალ კედლებს ქმნიან მარჯვნივ და მარცხნივ, არ შეესაბამება ზედაპირულ ჭაობებს. ტექსტი მიუთითებს მნიშვნელოვან სიღრმეზე, რეალურ საფრთხეზე, ბარიერზე, რომელიც ჩვეულებრივ გადაულახავი იქნებოდა. გარდა ამისა, გამოსვლის თხრობის დანარჩენი ნაწილი მიუთითებს, რომ ისრაელიანებმა გადაკვეთის შემდეგ სინაის უდაბნოში იმოგზაურეს, რაც შეესაბამება აკაბის ყურის გავლით არაბეთის ნახევარკუნძულისკენ მიმავალ მარშრუტს. არქეოლოგებმა ასევე გამოიკვლიეს საუდის არაბეთის სანაპირო დაკავშირებული მტკიცებულებების მოსაძებნად. რეგიონი, რომელიც ცნობილია როგორც ჯებელ ალ-ლაუზი, მთა ჩრდილო-დასავლეთ არაბეთში, ზოგიერთი მკვლევრის მიერ შემოთავაზებული იქნა როგორც ნამდვილი სინაის მთა. თუ ეს იდენტიფიკაცია სწორია, აკაბის ყურეზე გადაკვეთას ექნებოდა გეოგრაფიული აზრი, როგორც მისასვლელ გზას. მკვლევრებმა, რომლებიც ეწვივნენ ჯებელ ალ-ლაუზს, განაცხადეს ქვის სამსხვერპლოს, ანტიკური სვეტებისა და კლდეების პოვნის შესახებ ნიშნებით, რომლებიც შესაძლოა შეესაბამებოდეს ისრაელიანთა ბანაკის ბიბლიურ აღწერებს. კვლავ საუდის არაბეთის ხელისუფლებამ მკაცრად შეზღუდა წვდომა ამ ტერიტორიაზე, რაც ართულებს ფორმალურ აკადემიურ გამოძიებას. სამთავრობო წინააღმდეგობამ წარმოშვა თეორიები, რომ რეგიონულ მთავრობებს აქვთ რაღაც დასამალი. რატომ უშლიან ხელს მკვლევრებს გეოლოგიური ფორმაციებისა და ანტიკური სტრუქტურების შესწავლაში? რატომ არ აძლევენ საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებას უფლებას ერთხელ და სამუდამოდ დაადგინოს, არსებობს თუ არა გადაკვეთის მტკიცებულებები? პასუხები განსხვავებულია. ზოგი ვარაუდობს შეშფოთებას უკონტროლო რელიგიური ტურიზმის გამო. სხვები მიუთითებენ პოლიტიკურ დაძაბულობაზე, რაც ბიბლიური ნარატივების ნებისმიერ დადასტურებას მოუხერხებელს ხდის გარკვეული მთავრობებისთვის. ასევე არსებობს უფრო მარტივი შესაძლებლობა, რომ ხელისუფლება უბრალოდ ვერ ხედავს სარგებელს თავისი ტერიტორიული წყლების გახსნაში სადავო უცხოური ექსპედიციებისთვის. პოლიტიკური დაბრკოლებების მიუხედავად მეცნიერება განაგრძობდა წინსვლას ლაბორატორიებსა და კვლევით ცენტრებში, წითელი ზღვის წყლებისგან შორს. გეოლოგებმა თანამგზავრებისა და სიღრმისეული სონარების გამოყენებით ზუსტად შეადგინეს რეგიონის წყალქვეშა ტოპოგრაფია. ამ რუკებმა დაადასტურა პანდუსისებრი ფორმაციის არსებობა, რომელმაც ასე მიიპყრო მკვლევართა ყურადღება. ნუეიბას წყალქვეშა პანდუსი, როგორც მას უწოდეს, რჩება გეოლოგიურ ანომალიად, რომელსაც ყურის სხვა ნაწილებში ანალოგი არ გააჩნია. ოკეანოგრაფებმა შეისწავლეს აკაბის ყურის დინებები, ტემპერატურა და დანალექების ნიმუშები. მათ აღმოაჩინეს, რომ რეგიონს აქვს უნიკალური მახასიათებლები, რომლებსაც თეორიულად შეეძლო გარკვეული ტიპის არტეფაქტების უკეთ შენახვა ვიდრე სხვა საზღვაო ზონებს. მაღალი მარილიანობა, დაბალი ტემპერატურა სიღრმეებში და გარკვეული დამშლელი ორგანიზმების შედარებითი სიმცირე ქმნის პირობებს, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ღია ოკეანეებისგან. ისტორიკოსებმა თავის მხრივ შეისწავლეს ეგვიპტური ჩანაწერები ბიბლიაში აღწერილი სამხედრო კატასტროფის შესახებ ცნობების მოსაძებნად. შედეგები არაერთგვაროვანი იყო. ძველ ეგვიპტეს ჰქონდა კარგად დოკუმენტირებული ტრადიცია ოფიციალური ჩანაწერებიდან სამხედრო დამარცხებების ამოღებისა. ფარაონები ღვთაებრივებად ითვლებოდნენ და ამ მასშტაბის კატასტროფის აღიარება წარმოუდგენელი იქნებოდა. თუ მთელი არმია დაიღუპა წითელ ზღვაში, სავარაუდოა, რომ ეგვიპტელ მწერლებს უბრალოდ არ ჩაეწერათ ეს მოვლენა, ან აღეწერათ ის ისეთი დაშიფრული ფორმით, რომ ამოუცნობი გამხდარიყო. თუმცა არსებობს საინტერესო ქრონოლოგიური ანომალია. პერიოდი, რომელიც ჩვეულებრივ ასოცირდება გამოსვლასთან, რამსეს II-ის ან შესაძლოა მისი წინამორბედის მეფობის დროს, ემთხვევა მნიშვნელოვან ცვლილებებს ეგვიპტის სამხედრო პოლიტიკაში. ჩანაწერები მიუთითებენ ექსპანსიონისტური კამპანიების დროებით შემცირებაზე და შეიარაღებული ძალების რეორგანიზაციის პერიოდზე.
ზოგიერთმა მკვლევარმა ივარაუდა, რომ ეს პაუზა შესაძლოა შეესაბამებოდეს არმიის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვას, თუმცა ალტერნატიული ახსნა-განმარტებებიც არსებობს. გამოსვლამდე მომხდარი სასჯელების საკითხმაც მიიპყრო სამეცნიერო ყურადღება. მკვლევრებმა შემოგთავაზეს ბუნებრივი ახსნა-განმარტებები რამდენიმე აღწერილი ფენომენისთვის, წითელი წყალმცენარეების გამრავლება, რაც ნილოსის წყალს მოწითალოსა და ტოქსიკურს გახდიდა, რაც გამოიწვევდა თევზების სიკვდილს, მწერების გამრავლებას, დაავადებებს ნახირში. თერას ვულკანის ამოფრქვევა, დღევანდელი სანტორინი, შემოთავაზებული იქნა როგორც კლიმატური დარღვევების შესაძლო მიზეზი, რამაც შეიძლება ახსნას ხანგრძლივი სიბნელე და სხვა ფენომენები. ეს თეორიები, მაშინაც კი, როდესაც დამაჯერებელია, არც ამტკიცებს და არც უარყოფს ბიბლიურ თხრობას. ისინი მხოლოდ აჩვენებენ, რომ ზოგიერთ ელემენტს შეიძლება ჰქონდეს ახსნა ცნობილი ბუნებრივი კანონების ფარგლებში. ბევრი მორწმუნისთვის ბუნებრივი ახსნა-განმარტებების ძიება კარგავს მთავარ აზრს. თუ ღმერთი ყოვლის შემძლეა, ამტკიცებენ ისინი, არ არის საჭირო ბუნებრივი მექანიზმების ასწავლების ასახსნელად. წითელი ზღვის გაყოფა შესაძლოა მომხდარიყო სრულიად ზებუნებრივი გზით, თანამედროვე მეცნიერებისთვის აღმოსაჩენი კვალის დატოვების გარეშე. რწმენა არ არის დამოკიდებული არქეოლოგიურ მტკიცებულებებზე და ფიზიკური მტკიცებულებების არარსებობა არ წარმოადგენს არარსებობის მტკიცებულებას. ეს პერსპექტივა, თუმცა თეოლოგიურად ვალიდურია, არ აკმაყოფილებს მათ, ვინც ემპირიულ დადასტურებას ეძებს. და სწორედ ეს დაძაბულობა რწმენასა და მტკიცებულებას შორის ინარჩუნებს დებატებს ცოცხლად. ყოველი ახალი ექსპედიცია, ყოველი ახალი წყალქვეშა რუკების ტექნოლოგია, ყოველი ახალი ნალექის ანალიზი წარმოშობს მოლოდინს, რომ საბოლოოდ რაღაც გადამწყვეტი აღმოჩნდება. ბიბლიურ ნარატივში მოცემული ციფრები გვეხმარება მოვლენის მასშტაბის აღქმაში. თუ 600 საბრძოლო ეტლი იყო მობილიზებული და თითოეული ეტლი დაკომპლექტებული იყო მინიმუმ 2 ჯარისკაცით, საუბარია მინიმუმ 1200 სამხედროზე მხოლოდ ელიტარულ ქვედანაყოფებში. ტექსტი ასევე ახსენებს დამატებით მხედრებსა და ქვეით ჯარებს, რომლებიც სავარაუდოდ თან ახლდნენ მთავარ ძალას. კონსერვატიული შეფასებები ვარაუდობენ 5-დან 1000-მდე კაცისგან შემდგარ არმიას. ამ ძალის სრული დაკარგვა დამანგრეველი დარტყმა იქნებოდა ნებისმიერი ანტიკური ერისთვის. რაც შეეხება ისრაელის ხალხს 2 მილიონი ადამიანის გადასვლა ზღვაში არსებულ გასასვლელში, მაშინაც კი, თუ ის ფართო იყო, შთამბეჭდავ ლოჯისტიკურ გამოწვევებს წარმოადგენს. თუ გასასვლელი 1 კილომეტრის სიგანის იყო, რაც შეესაბამება დაკვირვებულ წყალქვეშა ფორმაციას და ადამიანები ორგანიზებულ ჯგუფებად დადიოდნენ საათში საშუალოდ 4 კილომეტრის სიჩქარით, გადაკვეთის დასასრულებლად საჭირო დრო რამდენიმე საათი იქნებოდა. ბიბლიური ტექსტი მიუთითებს, რომ გადაკვეთა ღამის განმავლობაში მოხდა, რაც შეესაბამება ამ შეფასებას. ნახირი, რომელიც ხალხს თან ახლდა, ცირთულის კიდევ ერთ ფენას ამატებდა. ცხვრები, თხები, ხარები და ვირები არ მოძრაობენ იმავე სიჩქარით, როგორც ადამიანები. ცხოველების ორგანიზებულად და მოძრაობაში შენარჩუნება ღამის გადაკვეთისას უცნობ რელიეფზე, მდევარი არმიის ზეწოლის ქვეშ, მოითხოვდა არაჩვეულებრივ კოორდინაციას. ბიბლიური ტექსტი არ აკონკრეტებს, როგორ მოხდა ამის მართვა, მაგრამ უბრალო ხსენება იმისა, რომ მთელმა ხალხმა და მათმა ნახირმა გადაკვეთა ზღვა, მიუთითებს ჭეშმარიტად მონუმენტური პროპორციების მოვლენაზე. გადაკვეთის შემდეგ მოგზაურობა მხოლოდ იწყებოდა. 40 წლის ხეტიალი უდაბნოში ელოდათ. 40 წელი, რომლის განმავლობაშიც მთელი თაობა დაიბადებოდა და მოკვდებოდა, სანამ ხალხი საბოლოოდ შევიდოდა აღთქმულ მიწაზე. წითელი ზღვის გადაკვეთა, რაც არ უნდა სანახაობრივი ყოფილიყო, წარმოადგენდა მხოლოდ პირველ ნაბიჯს ბევრად უფრო ხანგრძლივი ტრანსფორმაციისა. და სწორედ აქ იწყებს სულიერი მნიშვნელობა ისტორიულზე გადაფარვას. მოციქულმა პავლემ, რომელიც საუკუნეების შემდეგ კორინთელებს წერდა, გადაკვეთა განმარტა როგორც ნათლობის სახე. ისევე როგორც ისრაელიანებმა გაიარეს წყლებში და გამოვიდნენ როგორც თავისუფალი ხალხი, ქრისტიანები გადიან ნათლობის წყლებს და გამოდიან როგორც ახალი ქმნილებები. მონობა ეგვიპტეში შეესაბამება ცოდვის მონობას. ფარაონი შეესაბამება ძალებს, რომლებიც სულს ატყვევებენ. ზღვა, რომელიც იხსნება, შეესაბამება ხსნას, რომელსაც ღმერთი სთავაზობს მათ, ვინც მას ენდობა. ეს ტიპოლოგიური წაკითხვა არ ამცირებს მოვლენის ისტორიულობას. პირიქით, ის მასზეა დამოკიდებული. თუ გადაკვეთა რეალურად არ მომხდარა, სიმბოლო კარგავს თავის ძალას. პავლე არ ქმნიდა ალეგორიას არაფრისგან. ის ახდენდა ღვთაებრივი ნიმუშების იდენტიფიცირებას ისტორიულ მოვლენებში, აჩვენებდა, როგორ მოქმედებს ღმერთი თანმიმდევრული გზებით საუკუნეების განმავლობაში. იგივე ნიმუში ჩნდება ახალი აღთქმის სხვა ნაწილებშიც. პეტრეს წერილი ახსენებს ნოეს წარღვნას, როგორც ნათლობის წინასახეს.
ებრაელთა მიმართ წერილი წარმოადგენს ძველი აღთქმის მთელ მსხვერპლშეწირვის სისტემას, როგორც ქრისტეში აღსრულებული ზეციური რეალობის ჩრდილს. წითელი ზღვის გადაკვეთა ჯდება ამ სტრუქტურაში, როგორც ერთ-ერთი ფუნდამენტური მოვლენა, რომელიც აშკარავებს ღვთისგამომსხიდველ ბუნებას. თეოლოგიური ინტერპრეტაციების მიღმა არსებობს უარყოფითი კულტურული გავლენა. წითელი ზღვის გადაკვეთა გახდა განთავისუფლების უნივერსალური სიმბოლო. ამერიკის შეერთებულ შტატებში მონობის დროს აფროამერიკული სპირიჩუალსები ხშირად მიუთითებდნენ გამოსვლასა და წითელ ზღვაზე, როგორც თავისუფლების იმედის გამოხატულებაზე. სამოქალაქო უფლებების მოძრაობებმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გამოიყენეს იგივე გამოსახულება. ნარატივმა გადალახა თავისი სპეციფიკური რელიგიური წარმოშობა და გახდა კაცობრიობის საერთო ლექსიკის ნაწილი, როდესაც საუბარია ჩაგვრასა და განთავისუფლებაზე. ეგზისტენციალისტმა მოაზროვნეებმა ისტორიაში სხვა მნიშვნელობები იპოვეს. მომენტი, როდესაც ისრაელიანები აღმოჩნდნენ მომწყვდეულნი ზღვასა და არმიას შორის, წარმოადგენს ადამიანის მდგომარეობას აშკარად გამოუვალი სიტუაციების წინაშე. არჩევანი, წახვიდე წინ უცნობისკენ, უხილავი დაპირების ნდობით, განასახიერებს რწმენის ნახტომს, რომელიც განსაზღვრავს ავთენტურ არსებობას. ზღვა, რომელიც იხსნება, არ არის მხოლოდ ღვთაებრივი სასწაული, არამედ მეტაფორა იმ შესაძლებლობებისა, რომლებიც ჩნდება მაშინ, როდესაც ადამიანი ბედავს და უპირისპირდეს შეუძლებელს. ყველა ეპოქის ხელოვანმა ასახა ეს სცენა. რენესანსის ნახატები აჩვენებს მოსეს აღმართული კვერთხით, როდესაც მონუმენტური ტალღები იხრება შეუძლებელ კედლებად. ჰოლივუდის კინოპროდუქციებმა აღადგინეს მოვლენა სულ უფრო დახვეწილი სპეცეფექტებით. ჩარლტონ ჰესტონის სცენა, რომელიც წყლებს ყოფს ფილმში 10 მცნება 1956 წელი, რჩება კინოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ხატოვან გამოსახულებად. ყოველი თაობა პოულობს მომენტის ვიზუალიზაციის ახალ ფორმებს, რაც ასახავს მათ საკუთარ ტექნოლოგიებსა და ესთეტიკურ მგრძნობელობას. ყვინთავებს, რომლებიც აგრძელებენ დაშვებას აკაბის ყურის ბნელ წყლებში, თან დააქვთ კულტურული ტვირთი. ისინი მხოლოდ ეტლების ნარჩენებს ან ანტიკურ ძვლებს არ ეძებენ. ისინი ეძებენ დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ფორმირებადი ნარატივის დადასტურებას. ყოველი გამოკვლეული მარჯნის ფორმაცია, ყოველი გადაღებული ლითონის ობიექტი, ყოველი ანომალია ზღვის ფსკერზე იძენს მნიშვნელობას, რომელიც ცილდება კონვენციურ არქეოლოგიას. და შესაძლოა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი. წითელი ზღვის გადაკვეთა აგრძელებს მოხიბლას სწორედ იმიტომ, რომ ის რჩება ზღვარზე შემოწმებაdsა და იდუმალს შორის. ხვალ რომ აღმოჩენილიყო საბოლოო მტკიცებულებები, რომლებიც აბსოლუტურად დაადასტურებდა მოვლენას, რაღაც დაიკარგებოდა. რწმენას აღარ დასჭირდებოდა სიმამაცე. ეჭვს აღარ ექნებოდა ობიექტი. საიდუმლო, რომელიც იტვევს თითოეულ თაობას გამოსაკვლევად, საკითხავად და საბოლოოდ თავად გადასაწყვეტად, გადაიჭრებოდა ფაქტობრივ უტყუარობაში. მეორე მხრივ, საბოლოო მტკიცებულებებს, რომ საბოლოოდ უარეხოთ თხრობა, ათასწლეულების რელიგიური ტრადიცია უპრეცედენტო კრიზისის წინაშე დადგებოდა. მილიარდობით ადამიანს, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება ბიბლიური სიტყვის ნდობაზე ააგეს, მოუწევდათ თავიანთი რწმენის სრული რეინტერპრეტაცია. კულტურული გავლენა სეისმური იქნებოდა. შესაძლებელია, რომ ჭეშმარიტება განწირულია დარჩეს ჩაძირული, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. აკაბის ყურის წყლები თავიანთ საიდუმლოებებს ინახავენ იმავე სიჯიუტით, რომლითაც ინახავდნენ ათასწლეულების განმავლობაში. მარჯნის ფორმაციები აგრძელებენ ზრდას იმაზე, რაც ფსკერზეა. დინებები აგრძელებენ ნალექების გადანაწილებას ერთი მხრიდან მეორეზე. დრო აგრძელებს ეროზიისა და დაფარვის თავის საქმეს. მაგრამ ისტორია აგრძელებს სიცოცხლეს, რადგან ის არ არის დამოკიდებული მხოლოდ ფიზიკურ მტკიცებულებებზე. ის ცოცხლობს იმ თემების მეხსიერებაში, რომლებიც მას თაობიდან თაობას გადასცემენ. ცოცხლობს პასექის რიტუალებში, რომლებიც ყოველწლიურად აცოცხლებენ ეგვიპტიდან განთავისუფლებას. ცოცხლობს ნათლობებში, რომლებიც სრულდება მდინარეებში, ტბებსა და ეკლესიების აუზებში მთელ მსოფლიოში. ცოცხლობს იმ ადამიანების ლოცვებში, რომლებიც თავიანთი შეუძლებელი სხვების წინაშე დგანან და ახსოვთ, რომ გზა ერთხელ გაიხსნა და შეიძლება კვლავ გაიხსნას. თქვენ ალბათ აწყდებით სიტუაციებს, რომლებიც ჩიხს ჰგავს. გარემოებებს, სადაც ყველა ვარიანტი და ბლოკილი ჩანს. მომენტებს, როდესაც არმია უკანაა, უდაბნო გვერდებზეა და ზღვა წინაა. გადაკვეთის გზავნილი არ არის ის, რომ პრობლემები ჯადოსნურად ქრება. ის არის, რომ გზები ჩნდება იქ, სადაც გზები არ არსებობდა. არ აუცილებლად მოსალოდნელი ფორმით. არ აუცილებლად სასურველ დროს. მაგრამ ისინი ჩნდება. თითოეული ადამიანის წითელ ზღვას უნიკალური მახასიათებლები აქვს.
ზოგისთვის ეს არის დაავადება, რომელსაც ექიმები ვერ ხსნიან. სხვებისთვის ურთიერთობა, რომელიც აღდგენას არ ექვემდებარება. ეს შეიძლება იყოს გადასახდელად შეუძლებელი ვალის, დასატოვებლად შეუძლებელი დამოკიდებულების, დასაძლევად შეუძლებელი შიშის სახით. მონობა ეგვიპტეში ბევრ ფორმას იღებს და მდევარ ფარაონს ბევრი სახე აქვს. გადაკვეთას არ გაუქმებია გამოწვევები, რომლებიც შემდეგ მოვიდოდა. უდაბნო მაინც უნდა გადაეკვეთათ. ბრძოლები მაინც უნდა გადაეხადათ. შეცდომები მაინც იქნებოდა დაშვებული. თაობა, რომელმაც რწმენით გადაკვეთა ზღვა, იქნებოდა იგივე, რომელიც დაეჭვდებოდა ქანაანის გიგანტების წინაშე. მაგრამ ზღვის მეხსიერება, რომელიც გაიხსნა, დარჩა ორიენტირად. თუ ღმერთმა ეს ერთხელ გააკეთა, შეეძლო კვლავ გაეკეთებინა. ყოველი მომავალი შეუძლებლობა გაიზომებოდა იმ პირველადი შეუძლებლობის წინააღმდეგ. პავლემ ეს გაიგო, როდესაც დაწერა, რომ ისრაელიანები მოინათლნენ მოსეში ღრუბელსა და ზღვაში. ის ამბობდა, რომ გადაკვეთა მონიშნა იდენტობის ტრანსფორმაცია. ხალხი, რომელიც ზღვაში შევიდა როგორც მონები, მეორე მხარეს გამოვიდა როგორც ერი. წყალმა დაყო არა მხოლოდ ორი გეოგრაფიული ნაპირი, არამედ ორი არსებობა. მანამდე და შემდეგ. ტყვეობა და თავისუფლება. სიკვდილი და სიცოცხლე. ქრისტიანულ ნათლობას ზუსტად ეს მნიშვნელობა აქვს. ადამიანი, რომელიც წყალში შედის, არ არის იგივე, ვინც გამოდის. წყალი წარმოადგენს საფლავს, არსებობის ერთი ფორმის დასასრულს. ამოსვლა წარმოადგენს აღდგომას, რაღაც ახლის დასაწყისს. წითელმა ზღვამ ეს წინასწარ განსაზღვრა ქრისტეს შობამდე 1000 წლეულებით ადრე. და მას შემდეგ შესრულებული ყოველი ნათლობა აქტუალურებს იმ პირვანდელ გადაკვეთას. წყლები, რომლებმაც გაანადგურეს ეგვიპტური არმია, იყო იგივე წყლები, რომლებმაც გადაარჩინეს ისრაელი. განსხვავება არ იყო ზღვაში, ის იყო თითოეული ჯგუფის პოზიციაში გახსნილი გზის მიმართ. ვინც გაჰყვა ღვთის გზას, გადაკვეთა. ვინც სადა საკუთარი ძალებით გაყოლა, საკუთარი მიზნებისთვის დაიღუპა. გზავნილი უფრო ნათელი ვერ იქნებოდა, არსებობს გზა, მაგრამ გზა ჩვენ არ გვეკუთვნის. ის გაიხსნა ღვთის მიერ, ღვთის მიზნებისთვის და მისი გადაკვეთა მხოლოდ ნდობით შეიძლება. როდესაც უკანასკნელი ისრაელიანები ავიდნენ მოპირდაპირე ნაპირზე და უკან გაიხედეს, დაინახეს, რომ ზღვა უბრუნდებოდა თავის ნორმალურ მდგომარეობას. გზის არანაირი კვალი აღარ ჩანდა. არანაირი მონუმენტი არ აღნიშნავდა ზუსტ წერტილს. ერთადერთი მტკიცებულება იყო მთელი ხალხის საერთო მეხსიერება და არმიის გვამები წყლის ფსკერზე. საკმარისი მტკიცებულება მათთვის, ვინც იქ იყო. რწმენის საკითხი ყველა მომდევნო თაობისთვის. და ასე რჩება. ექსპედიციები შეიძლება გაგრძელდეს. სონარებმა შეიძლება რუკები შეადგინონ. ყვინთავები შეიძლება სულ უფრო ღრმად დაეშვან. მაგრამ ცენტრალური საკითხი არასოდეს ყოფილა არქეოლოგია. ის იყო ნდობაზე. ის იყო გადაწყვეტილებაზე, წახვიდე წინ შეუძლებლისკენ, როდესაც ერთადერთი ალტერნატივა მონად დარჩენაა. ის იყო რწმენაზე, რომ არსებობს ძალა, რომელიც აღემატება ზღვებსა და ფარაონებს, აღემატება გარემოებებსა და შეზღუდვებს, აღემატება ყველაფერს, რაც ადამიანის სულს ატყვევებს. ის, რაც სინამდვილეში მოხდა იმ დღეს, რჩება დებატების საგნად აკადემიკოსებს, კვლევრებსა და თეოლოგებს შორის. მაგრამ ის, თუ რას ნიშნავს ეს მოვლენა, ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც მზად არის გადაკვეთოს თავისი საკუთარი ზღვა. წყლები, რომლებიც ბარიერად ჩანდა, გზად ვლინდება. საბოლოო დაბრკოლება ხდება პორტალი ახალი ცხოვრებისკენ. და მეორე მხარეს, სადაც მონობა ვეღარ აღწევს, ჭეშმარიტი მოგზაურობა საბოლოოდ იწყება. 3400 წლის შემდეგ, აკაბის ყურის წყლები აგრძელებენ თავიანთი საიდუმლოებების დაცვას. მარჯნის ფორმაციები ჩუმად იზრდებიან სიბნელეში. დინებები გადააქვთ ნალექები ერთი მხრიდან მეორეზე. და სადღაც შესაძლოა 80 მეტრის სიღრმეზე, შესაძლოა უფრო ღრმადაც, შეიძლება არსებობდეს ის, რაც დარჩა არმიისგან, რომელიც დაედევნა შეუძლებელს და ჰპოვა თავისი დასასრული იმავე წყლებში, რომლებმაც სიცოცხლე მისცეს მთელ ხალხს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება არ არის ზღვის ფსკერზე. ის არის 1000 წლეულების განმავლობაში შეცვლილ ცხოვრებაში. ის არის თემებში, რომლებიც ყოველ გაზაფხულზე აღნიშნავენ განთავისუფლებას. ის არის იმედის სიმღერებში, რომლებსაც მღერიან დაჩაგრულები ყველა ეპოქაში. ის არის რწმენაში, რომელიც ბედავს შეხედოს ზღვას და ბარიერის ნაცვლად დაინახოს გზა. ის არის თქვენში, როდესაც ირჩევთ წინსვლას. იმისათვის, რომ დაგვეხმაროთ ამ დოკუმენტური ფილმებისა და ბიბლიური ისტორიების წარმოების გაგრძელებაში, განიხილეთ ჩვენი ელექტრონული წიგნის შეძენა 50-ზე მეტი ლოცვით.
ეს არის გზა ამ პროექტის დასალოცად და ამავდროულად თქვენი სულიერი გზის სახელმძღვანელოს ქონისა. ბმული თქვენი წიგნის დასაჯავშნად არის აღწერაში. მომავალ ვიდეომდე.